და ქართული სუფრა ყველას დაავიწყებდა მომხდარს, ამიტომ სწორედ წინა საახალწლოდ გადაწყვიტეს დემოკრატიული კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ბლიცკრიგის მოწყობა. შემდეგ ნიშანსვეტად 20 იანვარი და დონალდ ტრამპის ინაუგურაცია ჰქონდათ. რიგით კოდს, რიგით შეეროდა, რომ თეთრსახში ტრამპის შესვლა აქ მას მშვიდად ბიუჯეტის ფულის ცოხნის საშუალებას მისცემდა. როგორც ჩანს, ამ ხალხმა იმდენი ილაპარაკა დიპ სტეიტსა და უცხოეთიდან მართულ ქართულ პროტესტზე, ბოლოს მართლა დაიჯერეს, რომ აქ ხალხი გულწრფელად კი არ გამოდის მათ წინააღმდეგ, არამედ ასევ როს უხდის ვინმე ყოველდღე რუსთაველზე გასასვლელად. რამდენი მოლოდინი გაუცუდდა რეჟიმს, პროტესტი გაგრძელდა, არც ტრამპმა გაუღო მათ ამერიკისკენ დახშული კარი, არც ევროპელები დანებდნენ მარტივად და აღიარეს მათ მიერ ძალაუფლების უზურპაცია. სად არის ახლა ეს პროცესი, ეს პროტესტი და რა შეუძლია მას შეცვალოს, სწორედ ამ თემებზე ვისაუბროთ ჩვენ სტუმრებთან ერთად. გადაცემის ამ ნაწილში ჩვენი სტუმრები არიან თათი მელიქიშვილი, სამოქალაქო აქტივისტი და გელა ხასაია. გირჩმეთ თავისუფლებას წარმოადგენს ეს გამარჯვება, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. დღეს ჩვენ ბევრს საუბრობთ პოლიტპატიმრებზე და უკანასკნელ ხმაურიან შემთხვევაზე, ზურაბ ჯაფარიძის დაკავებაზე. წინა ბლოკში ჩვენ საუბრობდით ამის პოლიტიკურ ეფექტზე. მოდი ვისაუბროთ აქტივისტური პროტესტში მონაწილეთა გადმოსახედიდანაც. ამ ამბავზე გელა შენგან დავიწყებ. რას ნიშნავს, როცა პოლიტიკური ლიდერი ირჩევს დაუმორჩილებლობის თუ შეუგუებლობის ამ ტიპის გზას? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. იმით დავიწყებ საუბარს, რომ ეს არ იყოს ზურას რაღაც ემოციური გადაწყვეტილება, რომ თითქოს ეხლა დაუფიქრებლად ეს გააკეთა და ესე წავიდა ციხეში. რეალურად რო გავიხსენოთ ჩვენ ფაქტები, ზურაბ ჯაფარიძეს არც ერთი ჯარიმა არასდროს არ გადაუხდია რეჟიმისთვის. ეს არის გზის გადაკეტვა, თუ მანამდე ადმინისტრაციულად ის რამდენჯერაც დაკავდა, არც ერთხელ მას არ გადაუხდია თანხა და ის ღიად აცხადებდა, რომ ეს იყო მისი, ესე ვთქვათ, პროტესტის ფორმა, რომ რეჟიმს არ შეყვეს და არც ერთი თეთრი არ გადაუხადოს მას. ეს იყო მისი როგორც ადამიანის და როგორც პოლიტიკოსის პოზიცია. რაც შეეხება ამ ფაქტს, სრულიად გამაოგნებელი და გაუგებარია, რომელსაც თვითონ კოცებიც თავისი ტროლებით, მეშვეობითაც ვერ ამართლებენ და საერთოდ ვერ უძებნიან არგუმენტს, რა შეიძლება დაუპირისპირონ, ამიტომ რაღაცა ადრე გამოგონილი გაშავების მეთოდებით ცდილობენ ზურას პიროვნების გაშავებას და ვერც კი შედიან იმ კომუნიკაციაში, რომ ახსნან ეს ადამიანი დღეს რისთვის ზის ციხეში. იმიტომ რეალურად ედავებიან 2010-2012 წლებში ჩადენილ რაღაც დანაშაულს ნაციონალურ მოძრაობაში და ამ დროს ზურაბ ჯაფარიძე საერთოდ არ იყო ამ პარტიაში და საერთოდ პარტიაში კი არა პოლიტიკოსიც არ იყო და ის NGO სექტორში მოღვაწეობდა აი ამ წლების განმავლობაში, ამიტომ აბსურდია ამაზე საუბარი და ამაზე შეყოლა. რეალურად ზურა დიდი ხანია ელოდა, რომ მას მოუწევდა ციხეში ყოფნა, ეს იქნებოდა წულუკიანის კომისია თუ ნებისმიერი სხვა, მას აუცილებლად გამოუძებდნენ რამე ფორმას, რითაც ჩასვამდნენ მას ციხეში. რაც შეეხება ზურას ამ აქტს, ეს არის დაუმორჩილებლობის ჩვენება, ეს არის კომპრომისზე არ წასვლა და ეს არის მისი პოზიცია, რომ არანაირად არ მისცემს არანაირ საფუძველს არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ მათ თავი იგრძნო ლეგიტიმურად. ეს არის ასევე სიგნალი იმ ხალხისთვის, რომლებიც ქუჩაში იბრძვიან, ჩვენ გვყავს 50-ზე მეტი სინდისის პატიმარი, რომელთანაც ზურა ვერ იქნებოდა მორალურად სწორი მისი გადმოსახედიდან, რომ მას ჯარიმა გადაეხადა და ამით ის დარჩენილი იყო გარეთ, იმიტომ რომ ჩვენ მისი გუნდი ზურასთან ერთად ყოველდღიურად დავდივართ აქციებზე, ყოველდღიურად დავდივართ სასამართლო პროცესებზე და ვხედავთ ამ ადამიანებს, ვუსმენთ ამ ადამიანებს და შეუძლებელია აი ამ ყველაფრის ფონზე ზურას რაღაცა გზები გამოეძებნა, რითაც არიდებდა თავს სასჯელს, გამოგონილ სასჯელს. ასევე ეს არის სიგნალი დასავლეთისთვის, იმიტომ რომ იქ თუ ვინმეს ოდნავ მაინც ეგონა, რომ როგორც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე ოპოზიციის პროტესტი და შემდეგ უკვე მაინც რაღაცა გზების შემდეგ ისევ დაალაგება ხელისუფლებასთან, ეხლა ეს მესიჯი ზურასგან არის ის, რომ ეხლა იმ ეტაპზე ვართ, რომ არ არსებობს არანაირი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ დავლაგდეთ ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა მართლა ყველანაირი ზღვარი გადალახეს და ამით მათ აჩვენა, რომ უნდა იმოქმედონ იმაზე მეტი, ვიდრე მოქმედებდნენ აქამდე, იმიტომ რომ ოპოზიციამ აირჩია ის გზა, რა გზაც აირჩია და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ქმედებებით ანახა ზურამ, რომ ის არ შეყვება არანაირად არალეგიტიმურ ხელისუფლებას და მე მგონია, რომ ეს არის უდიდესი, ძალიან დიდი მესიჯი როგორც დასავლეთისთვის, ასევე ამერიკისთვის და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თვითონ პროცესი, როცა მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოსთან, ზურამ ელჩების თვალწინ გააშიშვლა სისტემა და ამ ადამიანებს, რასაც
ადრე წერილებითა და სიტყვებით ვუხსნიდი თუ რა ხდებოდა საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების მიმართებით თუ ადმინისტრაციული სასჯელების მიმართებით, მათ თავიანთი თვალი დაინახეს კანონდარღვევა, ერთი ის რომ ჩაკეტეს საქალაქოს ეზოს კარები და ადამიანებს არ მისცეს საშუალება რომ ეზოში მაინც ყოფილიყვნენ, მეორე როგორ იქცეოდა მანდატური სამსახური შიგნით დარბაზთან, როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ქალებს, ბიჭებს, აქტივისტებს, პოლიტიკოსებს, მათ თავიანთი თვალი დაინახეს, როგორ დატოვა რეჟიმმა ბრალდებული სამარის ადვოკატის გარეშე. ანუ ამით მოხდა სრული ილუსტრაცია მათთვის და მათ დაინახეს რეალურად ის ყველაფერი, რასაც ვუყვებოდით და ვინმეს თუ აქამდე არ სჯეროდა ამის, ისინი დადგნენ ფაქტის წინაშე და მოუწიათ ამ ყველაფრის დანახვა. და მე მგონია, რომ ესეც ძალიან დიდი შედეგია იმისთვის, რომ ამ ადამიანებმა კიდევ უფრო გაიაზრონ პირველ რიგში რა რეალობაში ვართ ახლა, როგორ იქცევა არალეგიტიმური ხელისუფლება და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მესეჯი მაინც აქედან არის ის, რომ დაინახონ ოპოზიცია, რომელიც ბოლომდე იბრძვის ქართულ ხალხთან ერთად და რომელიც არანაირი მიზეზით არ გაურიგდება არალეგიტიმურ ხელისუფლებას. და მე მგონია, რომ ამაზე მე მგონია, რომ ზურაზუსტად ეს მიზანი ქონდა, როცა ის ხას უსვამდა არალეგიტიმურ ხელისუფლებასთან არ დალაგების ამბავზე და ზუსტად მან გააზრებულად გააკეთა ეს და არა ემოციურად. მან ეს ნაბიჯი გადადგა როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ადამიანმა და როგორც პოლიტიკოსმა, რომლის მიმართაც ვინმეს თუ კითხვის ნიშნები ქონდა ზოგადად პოლიტიკურ სპექტრში, რომ მაგალითად ბევრს მოყავდა არგუმენტი, რომ აი 20-20-იც ესე იყო, მაგრამ შემდეგ დაალაგდნენ და მაინც შევიდნენ პარლამენტში და ასე შემდეგ. ზურამ ეს მათთვის დაამტკიცა, რომ ეს ესე არ არის. და კიდე ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ამბავში არის ის, რომ ადამიანების განწყობა. ქართულ ოცნებას რატომღაც მოლოდინები ქონდა, რომ ადამიანები, ვინაიდან არის პოლიტიკოსი, მას გვერდში არ დაუდგებოდნენ და მაინც ისე მიმალავდნენ ამ ამბავს თავიანთი პროპაგანდით, რომ არ მოყვებოდა დადებითი გამოხმაურებები, თუმცა ჩვენ ვხედავთ ქვეყნის შიგნით როგორი ერთიანები არიან ადამიანები მის მიმართ და როგორი სოლიდარულები არიან და ასევე ჩვენ ვიხილეთ დასავლეთისგან არაერთი განცხადებები, რაც ცხადყოფს იმას, რომ ამ ყველაფერს მოყვება რაღაც ქმედებები მათი მხრიდან, რასაც ველით და რასაც ელის ზოგადად საზოგადოება, რომელიც პროტესტშია. რას ნიშნავს მოდი ამ როცა პოლიტიკური ლიდერი ასეთ გადაწყვეტილებას იღებს და დაუმორჩილებლობის ასეთ გზას ირჩევს პროტესტისათვის და ამ პროტესტში ჩართული ჩვეულებრივი ადამიანებისათვის, ხო, რომელსაც ძალიან ბევრს ხედავთ ჩვენ თბილისის ქუჩებში. მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს და თუ აქვთ რეჟიმის პატიმრების შესაძლებლობა, რომ თვალი გვადევნონ, აქედან მოვიკითხავდი. ზვია ცეცხლაძის დაბადების დღე, რომელიც გლდანის საპყრობილეში 20 წლის გახდა ზვია ცეცხლაძე. მე მინდა აღვნიშნო, რომ რეჟიმის პატიმრებს აქამდე არ შევხვედრივარ და ჩემი პირველი შეხვედრა მათთან სწორედ სასამართლო დარბაზებში მოხდა გარდა ჩემი ორი მეგობრის საბას ხვიტარეძის და ნიკუშა კაციასი და თვითონ ბიჭები აი სულ რომ გამოვიდნენ ხოლმე სასამართლოს ხდომიდან ადვოკატები ალბათ საკუთარ თავს არაჩვეუბრად დაიცავდნენ, იმიტომ რომ მათ მხარეს არის მორალური უპირატესობა და სიმართლე და ისინი ამას ძალიან ადამიანურად აჟღერებენ ხოლმე და მე მაქვს ცნობიერებული ერთი რამ, რომ ნამდვილად შემთხვევითობის პრინციპით არიან ეს ადამიანები ახლა იქ და ასეთივე წარმატებით შესაძლოა ყოფილიყავი მე ან ნებისმიერი ჩემი სხვა მეგობარი. ჩვენ რაც ვნახეთ ზურა ჯაფარიძესთან დაკავშირებით ამ პროცესის გაგრძელება არის კვირები რომ გადის, თითქმის ყოველ კვირა გვემატება ახალი პოლიტპატიმარი. ზურას შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ დაახლოებით 3000 მობილიზებული პოლიციელი და ეს არ იყო რაღაცა იქ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებისთვის მობილიზება, ეს იყო რეჟიმის შიში რეალურად, იმიტომ რომ ერთი ადამიანის დასაკავებლად ეს იყო მათთვის წინასწარ რაღაცა გაცხადებული პოლიტიკა, რაც უნდათ რომ გაეტარებინათ გამარჯვებული ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ. ჩვენ ხარდამჭერებს ადამიანებს, რომლებიც ვათვითცნობიერებთ, რომ ამ ეტაპზე რეჟიმის პატიმრები, ტყვეები კიდევ უფრო ემატებიან სისტემას და მხარდასაჭერად მოდით, ჩვენ არც კი შეგვიშვა საერთოდ ეზოში და ეს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის ნიშნავს იმას, რომ ყველაზე მეტად ამ რეჟიმს ეშინია სოლიდარული ადამიანების წლების განმავლობაში, როდესაც ეს ნიაღვარი მოედინებოდა ამ პროპაგანდის
თავარი იყო რომ რაღაცნაირად სამოქალაქო სექტორი და პოლიტიკა და ზოგადად პოლიტიკოსების ერთმანეთისგან სეპარაცია მომხდარიყო და ჩვენ არ ყოფილიყავით სოლიდარულები პოლიტიკოსის მიმართ. თუმცა აი ეგუფსკრული რაღაცნაირად ამ ზურას შემთხვევაში მე ივსება ნელ-ნელა და ჩვენ ვიცით რომ ზურას კოალიციის კიდევ ორ ლიდერს ალბათ იგივე ემუქრება. ზურას შემთხვევა კიდევ უფრო მეტად გამონაკლისი არის იმიტომ რომ ის არ წარმოადგენდა ნაციონალური ხელისუფლების თვითონ ხელისუფლებაში არ ყოფილა და ამის გადამოწმება ძალიან მარტივი იქნება. ახლა თუ ვიღაცები ვიყავით პატარები და არ გვახსოვს, შეგვიძლია ეს ინფორმაცია ძალიან მარტივად მოვიწიოთ, რომ ამაზე ხო შეკითხვებს ვერ გასცემ და პასუხს და აბსურდი იყო ზოგადად ღალატის კომისიაზე მისვლა. ჩვენთვის როგორც სამოქალაქო აქტივისტისთვის არის მნიშვნელოვანი რა უნდა აკეთოს ოპოზიციამ. უნდა იყოს თანმიმდევრული და მტკიცე, მით უფრო მაშინ, როდესაც 20 წლის ბიჭზე ვლაპარაკობთ, რომელიც დღეს გლდანის ციხეში გახდა, შეუსრულდა 20 წელი. ამ ფონზე ალბათ კიდევ უფრო მეტი მორალური პასუხისმგებლობა ეკისრებათ ადამიანებს, თუმცა არ ვამუნათებ რა თქმა უნდა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ვერ იღებენ იმ გადაწყვეტილებას და ამას პოლიტიკური ფასი ექნება, რა თქმა უნდა, ვინც მიდის გააზრებულად ამ ყველაფერზე და ვინც მაგ პოლიტიკოსთან დევნის ობიექტიც ყოფილა და ზოგადად საქართველოს პოლიტიკაში წინახაზე ყოფნა მოიაზრებს ამ რისკებს, ამიტომ ეს აუცილებელი კომპონენტის კი არის რა, ვინც თქვათ გირაოს ის თვითონ ზურამაც ძალიან თუმცა უფრო მეტად მყარად შემიძლია ვთქვა რომ ასეთი ანუ როგორც სამოქალაქო აქტივისტი მე ასეთი მერყევი პოზიცია არ მაქვს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. მან გადის თელი ხაზი. რა თქმა უნდა, ჩემთვის მან გადის. ხო, აი პოლიტპატიმრები ვახსენეთ ეს ათობით ადამიანი, მათ შორის ახალგაზრდები, ქმზი ამაღლობელია და ასე შემდეგ და ეს მინდა რომ ესეც ცხადად ვთქვათ, ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტიკოსი როცა ხარ საქართველოს ნაირ ქვეყანაში, იცი რომ შენ შეიძლება მოგიწიოს ციხეში ჩაჯდომა და ამ ადამიანებს მრავალი წელი ემუქრება და ისინი უბრალოდ არ გატყდნენ ამდენი ხანი ათობით ადამიანში ვერ იპოვეს ვერავინ ვინც არ ასხივებს მხნეობას ან ვისი მშობელიც არ არის მოწოდების სიმაღლეზე და მართლაც საოცარია ეს უბრალოდ ზურა ჯაფარიძის დაკავების ამბავი მართლაც ძალიან საინტერესოა აი ამ კონტექსტში რომ ის რაღაცნაირად ამ დობის ნაპრალს ავსებს საზოგადოებას და პოლიტიკოსებს შორის აი ამაზეც რომ ვისაუბროთ კიდევ ქნის თუ არა ეს რაღაც ტიპის ახალ რეალობას ადამიანებს უჩნდებათ თუ არა ასე მეტად განცდა რომ მათ ბრას და შეუგებლობა შეიძლება პოლიტიკოსიც წარმოადგენდეს იმიტომ რომ ბოლო პერიოდში აღარ იყო ხო ეს განცდა დიდად ну ზურამ და ნიკა მელიამ, ნიკა გვარამიამ და იმ ადამიანებმა ზოგადად რომლებმაც განაცხადეს უარი აი ამ რაღაც და ვინც საერთოდ არ გამოცხადდა მათ შორის ლელო ამ არალეგიტიმურ რაღაცაში ამ ადამიანების ეს რომ გავშალოთ როგორც ფაქტად ნიშნავს იმას რომ ისინი სრულად მიდიან ყველაფერზე როგორც ის ადამიანები რომლებიც ქუჩაში დღეს იბრძვიან ასევე ეს პოლიტიკოსები და ეს მესიჯი არის ჩემთვის ის რომ თუ ვინმეს ქონდა ეჭვი აი პოლიტიკოსები მაინც უკან დაიხევენ ან ბოლომდე არ წავლენ ან ციხის შეეშინდებათ ან ასე შემდეგ მე მგონია რომ აი ეს მითი ამით დაიმსხვრა იმიტომ რომ მათ მაგალითებით აჩვენეს რომ იქნებიან მუდამ იქ სადაც არიან ქართველი ხალხი სადაც არიან ადამიანები რომლებიც იბრძვიან და ჩემთვის ეს არის სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, იმიტომ რომ შენ თუ მოქალაქეებს ეუბნები რომ უნდა იბრძოლო ბოლო წვეთამდე, მაშინ შენც იგივე უნდა გააკეთო, თუ ამას არ აკეთებ, შენ მათ ატყუებ. ამიტომ მე ამ ხრივ ეხლა უფრო ამაყად ვარ რომ უყურებ ოპოზიციურ სპექტრს, იმიტომ რომ ამ ადამიანებმა ნამდვილად დაანახეს ის რომ უკან დახევას არაპირებენ და იბრძოლებენ ხალხთან ერთად იმ თავარი მიზნისთვის და ეს თავარი მიზანი არის ამ ქვეყნის რამენაირად გადარჩენა, რომ შემდეგ ამ ქვეყანამ შეძლოს არსებობა და შეძლოს განვითარება. ეს მესიჯი არის ჩემთვის ის რაც დღეს ხდება. თუმცა არ შემიძლია არ შევეხო აი თვითმმართველობის არჩევნებს რომელიც ძალიან მალე იქნება ამ ქვეყანაში და ვინმე თუ ფიქრობს ეხლა ამ ეტაპზე რომ ამ არჩევნებზე გასვლა ღირს მაშინ აი უბრალოდ აი თქვენ გითხრათ ან ჩვენ გვითხრან ან აი ბრიფინგით გვითხრან ან პოსტი დაწერონ და აგვიხსნან რა მოლოდინები აქვთ როგორ შეიძლება არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ რომელმაც ელჩების თვალწინ ადამიანებს ცემდნენ მაგალითად ზურაბ ჯაფარიძე იმ წლებზე დასაჯეს რომელიც წელში საერთოდ მოქმედი პოლიტიკოსი არ იყო არალეგიტიმური ხელისუფლება რომელსაც 50-ზე მეტი პოლიტპატიმარი ყავს ხელისუფლება რომელსაც ექიმი ყავს დაკავებული მსახიობი ყავს ჟურნალისტი ყავს დაკავებული ხელისუფლება რომელიც პირდაპირ აგინებს დასავლელ პარტნიორებს ხელისუფლება რომელიც
ჯერ ხალხს ატყუებდა რომ ტრამპი ჩვენს გვერდით იქნება და ეხლა უკვე ტრამპსაც deep state-ის რაღაც იმად განიხილავენ რომ deep state-ი თვითონაც მას მოერია ხელისუფლება არალეგიტიმური ხელისუფლება რომელიც ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინის მიმართებაში აკეთებს აი გაუგონარ განცხადებებს და ძალიან ბევრი მიზეზი შემიძლია შევხვდეთ არალეგიტიმური ხელისუფლება რომელიც ქალებს ძალადობს ბავშვებს ძალადობს აი ეხლა დღესაც ლელოს ერთ-ერთ პოლიტიკოს თავს დაესხნენ და აი მუდმივად რომ ამ წრეში ტრიალებთ როგორ შეიძლება გაგიჩნდეს განცდაც კი რომ აი ესეთი ადამიანები ჩაგიტარებენ ისეთ არჩევნებს სადაც რამე ფორმით შენ იქნები ესე ვთქვათ არ ვიცი დაცული თუ რაღაცა სამართალს მიაღწევ თუ ასე შემდეგ არ არსებობს ამის არგუმენტი მე ამაში ვარ 100% დარწმუნებული და ჩემთვის ვერ იქნება პოლიტიკოსი რომელიც მეტყვის რომ არა მე ვწდები და უნდა იყოს ესე და უნდა გავიდეთ სოციოლოგიური კვლევა არ მაქვს მაგრამ საზოგადოების აქტიურ საპროტესტოდ განწყობილ ნაწილში აშკარად არ აქვს ხარდაჭერა ამ იდეას უფრო მეტიც წინააღმდეგია ბუნებრივია იმიტომ რომ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან შეუძლებელია გქონდეს რამე სამართლიანობის შეგრძნება მით უმეტეს იმ ცესკოთი რაც ცესკოთითაც გაგვიყალბეს 26-ში არჩევნები და თუ რამეს ხედავენ ცვლილებისკენ რომ აი ცესკო შეიცვლება ეს მოხდება პატრიოტიზმის გამოუშვებენ და თუ სამართლიანობის რამე არგუმენტს დაგვიდებენ მაშინ ჩვენს დავფიქრდებით მაგრამ ეხლა რასაც ამბობენ აი თუნდაც გახარიეს პარტიის წევრები იქ არაფერი არ არის განსხვავებული იმაზე რაც იყო 26 ოქტომბერს იგივეა ყველაფერი და პლუს დაემატა უამრავი არგუმენტი აქეთ ამ ხარეს რომლებიც ვფიქრობთ რომ არჩევნებში მონაწილეობა არის მიუღებელი და მას შედის იმის პრობლემაც კი შედგება იმაში რომ იქნება ძალიან დაბალი აქტივობა ძალიან რთული იქნება უყურესურად განწყობილი ამორჩევის მოტივირება რომ ამ არჩევნებში მივიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ნდობა არის მინიმუმზე დასული ამ ცელი სისტემის მიმართ თუ რამე არ გასწორდა მართლა მე ვერ ხვდები აი თუნდაც გახარეს პარტია მიიღოს მონაწილეობა რა წარმოუდგენთ რამდენ პროცენტს აიღებენ ან რა ადგილს დაიკავებენ ან რა ნიშა იქნებათ მე პოლიტიკაში მე მართლა ვერ ხვდები აი სივრცესაც როცა პარტიების ნაწილი როგორც ამბობენ ნამდვილად არ მიიღებენ მონაწილეობას დანამდვილებით ეს ვიცით ნაციონალური მოძრაობისგან და ცვლილების კოალიციისგან დანამდვილებით შეიძლება სიტყვა როგორც ამბობენ კი როგორც ამბობენ ლელო აშკარად ფიქრობს და გახარიას აშკარად განწყობილი იქნება უნდა კი, უბრალოდ რაღაცებთან იცვლება გზადაგზა, სხვადასხვა ფაქტორი შეყვანილს და ნახოთ. ბასთან დაკავშირებით შეგვიძლია თუ რადგან თქვეს თავის დროზე რომ ჩახსნეს სიებს და ეს ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის რატომაც ახლა დამაჯერებელი არის მათი არგუმენტი რომ არ მიიღებენ რაც კრიმინალურ არჩევნებში მონაწილეობას და ეს ნამდვილად კრიმინალური არის, როდესაც ამას ატარებს სუსი თავისი რეპრესიებით, დაშინებით და ცესკოზე აღარ ვლაპარაკობთ, რომელიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური საერთოდ როგორ შეიძლება ენდო ახლა რატომ უნდა გქონდეს განცდა მე მაინტერესებს უბრალოდ მართლა გულწრფელად რომ აი ღალატის კომისიაზე რატომ არ მიდიხარ თუ კი რაღაცა ენდობი ამ კომისიას ან მისი რაღაცა მორალური ის გონია რაღაცა მხარდაჭერა გაქვს ამ კომისიის გამოძიების მიმართ თუ კი გადიხარ თვითმმართველობის არჩევნებზე ხო ამაზე არგუმენტი აქვს რომ თვითმმართველობის არჩევნები თავისთავად არსებობს ჩვენი კონსტიტუცია განსაზღვრავს მას და კანონმდებლობა და ეს არ არის ხელისუფლების მიერ დანიშნული განსხვავებით ჩვენ ხო ვხედავთ იმ მტკიცე ადამიანების ერთობას რომელიც რუსთაველზე ინარჩუნებს პროტესტს და სხვათა შორის აი კიდე ერთი თვის წინ რაღაცნაირად ერთმანეთს მოუწოდებდით და ვამხნევებდით ხოლმე რომ ჩვენ ყოფილიყავით უფრო მრავალფეროვანი ყოფილიყო აქცია და ბევრი ადამიანი გავსულიყავით თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ მივხვდით რომ რეალურად რუსთაველზე შეკრებილი ადამიანები არიან იმდენად უტეხი ადამიანები და ამას აქვს ის შედეგი რომ შიგნით თუ გარეთ არ ხდება აღიარება არალეგიტიმური მთავრობის რომ არ მგონია ახლა ეს ადამიანები გატყდნენ მათი გამოკითხვა არის ძალიან საინტერესო რას ფიქრობენ და უშუალოდ ამისთვის საჭირო არ თვითონ გამოვიდნენ ხოლმე ეს პოლიტიკოსები რუსთაველს და გაგვესაუბრენ უბრალოდ რას მივიჩნევთ სწორად ჩვენ როცა ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს ჩვენ ვითხოვთ სუსისგან დამოუკიდებელს ჩვენ ვითხოვთ კალანდარიშვილისგან თავისუფალ ცესკოს რომელიც იქნება დაკომპლექტებული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებით რისი რესურსიც ამ ეტაპზე ამ ახალი კანონმდებლობებით ამ ახალი რეპრესიული მანქანებით არის კიდე უფრო მეტად დავიწროვებული ამიტომ არ ვიცი ვიღაცას უნდა გკითხონ ალბათ და ეს ვიღაცა ხა ზოგადად ხო იმიტომ არსებობს პოლიტიკური პარტია რომ უნდა გავიდეს მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა თუმცა რომ მიიღებ არჩევნებში მონაწილეობას რაღაც ხომ უნდა გაზომო ვინ არის ის ადამიანები ვინც შენ გიჭერს მხარს მით უფრო მაშინ როდესაც ამ შემთხვევაში ოპოზიციურ სპექტრში არ არის ერთიანობა. ანუ არის ადამიანები, არის ჯგუფები, რომლებიც ამას ძალიან კაფიოდ ამბობენ, რომ არ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას. აი ორ სიტყვას დავამატებ ამაზე. ეხლა უფრო მარტივად რო გავიგოთ, რას ნიშნავს თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა, ეს არის მე
წმებული ვარ, არც ერთს არ ექნება განცდა, რომ იქ რაღაც ისეთ შედეგს დადებენ ქართული ოცნების ფონზე, რომ ეს რაღაც ძალა ექნებათ, რაღაც მართვის ძალა ექნებათ. ეს შეუძლებელია, ეს თვითონაც იციან, უბრალოდ ვინც ამაზე წავა, ის არის პოლიტიკური პარტია, რომელიც იმაზე ფიქრობს, რომ ოდნავ თავისი პარტია გააძლიეროს, იქ ვიღაცები ყავდეს, რომელსაც ხელფასი ექნება ბიუჯეტიდან, რაღაცა იქ პარტიული ინფრასტრუქტურა მოიწყოს და მოემზადოს შემდეგ ალბათ რაღაც სხვა არჩევნებისთვის, არ ვიცი რაზე ფიქრობენ, მაგრამ რეალობა ჩვენ დღეს გვაქვს, ახლა მე არ ვიცი, არავის ნაკლებად არ მინდა რომ ჩემი პარტია იყოს ძლიერი, ჩემ პარტიას ბევრი ადამიანი ყავდეს საკრებულოში და ასე შემდეგ, მაგრამ მე ამ წუთას ვუყურებ ქვეყანას და ვუყურებ იმ რეალობას, რაშიც ვარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რაღაცაით ამ ქვეყანას გამოვადგე, როგორც პოლიტიკოსი იქნება თუ ჩემი პარტია იქნება თუ ასე შემდეგ. ვინც ესე არ უყურებს ამ პროცესს, ის ადამიანი ჩემთვის ვერ იქნება ვერაზროს როგორც სანდო პარტნიორი პოლიტიკაში თუ მის მიღმა. ამიტომ ამას განსაზღვრავს ჩემთვის ის გადიხარ თუ არ გადიხარ თვალწობის საჩუქრს. ხო და ბოლო კითხვა მექნება როდესაც თუ არ აქვს კითხვა ამის გაგრძელება, ტრაექტორიას როგორ ხედავთ? სადამდე უნდა მივიდეს ეს პროტესტი, რა უნდა მოხდეს თუ არა პოლიტიკური კალენდარი, სადაც არჩევნებია მაგალითად წინ ამაზეც რომ ისაუბროთ და ამით დავასრულოთ. გაქვთ თუ არა განცდა რომ წარმატებას აღწევს წვეთსვეთადნევა, მაგრამ აღწევს ეს პროტესტი. ჩვენ ხშირად ხო ვესაუბრებით ხოლმე სხვადასხვა თაობის ადამიანებს, იმიტომ რომ ყოველდღიურად ვართ რუსთაველზე და ძალიან მრავალფეროვანი არის ეს პროტესტი და მაგალითად ვარდების რევოლუციამდელი აქტივისტები და ეს გამოცდილი ადამიანები, რასაც გვიზიარებენ ხოლმე თავის გამოცდილებას, ამ მთელი ცხოვრება ვუყურებდით ედვარდ შევარდნაძეს და რეალურად კი ჩვენ ამას ჰქონდა პერმანენტული ხასიათი და გამოვდებით, თუმცა გულსიღრმე შეიძლება არც კი გვეჯერა რომ ეს ყველაფერი შეიძლება ერთ დღეს შეცვლილიყო და ხანდახან თუ ჩვენც შემოგვეპარება ხოლმე ეგეჭვი რომ ხომ არ გაიწელა პროცესი ისე ძალიან ხელშესახები არაფერი არ გვაქვს, ალბათ კარგი გამოცდილება არის ის რომ მათაც ვესაუბროთ რა ხდებოდა იმ დროს რა გზებით ცდილობდნენ. ჩვენ მათგან განსხვავებით არ გვეშინია მათთვის იყოს სიახლე სიახლე ზოგადად ადამიანურადაც ისეთია შეიძლება შეშინდე რატომაც არა ხო რაღაცა შფოთვა ახლავს თან, მაგრამ ჩვენს თაობას არ ეშინია ამ სიახლეების მიღების, ჩვენ რისიც გვეშინოდა გულწრფელად რომ ვთქვა ყველაფერი უკვე მოხდა. ჩვენ გვეშინია ამ ქვეყნის უძრაობა. ყობახიძე გამოვიდა 28 ნოემბერს და რაც გააჟღერა, ეს არის ამ უძრაობის დასაწყისი. აქედან გამომდინარე არ არსებობს ალბათ არაფერი, რაც გვაიძულებს რომ ამ უძრაობას ფეხი ავუწყოთ კი არა და გავჩერდეთ და ვაგრძელებთ სულას, რასაც ნამდვილად აქვს შედეგი. თუნდაც რუბიოს განცხადება, ეს არ არის მაგალითად აქ ყობახიძე რო იტყვის რაღაცას და არ წარმოადგენს ხალხის აზრს. როდესაც მან თქვა რომ ეს თუ არის ხელისუფლება ანტიამერიკული, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს არის შეერთებული შტატების სახელმწიფოს პოზიცია და ეს შედეგი, ეს განცხადებები ჩვენსკენ გამოხედვა არ დადგებოდა ჩვენი ურყევი პროტესტის გარეშე. ეს გვაქვს ხელშესახები გამარჯვება ახლა და რაც მთავარია ყავს ერთმანეთი და აქედან კიდევ ერთხელ მოვიკითხავ რეჟიმის პატიმრებს და მათ არაჩვეულებრივ ოჯახებს და მინდა ვთქვა რომ სამოქალაქო აქტივისტები რომლებიც წლები ქუჩაში ვდგავართ კიდევ უფრო დიდი ზურგი და მხარდაჭერა შევიძინეთ მათი სახით. მე დედასპიცა ვარ, გულწრფელად მჯერა რომ დღესვე საბას ხვიტარიძე რომ გამოუშვან ციხიდან დედამის ვერ გააჩერებს ვერაფერი სანამ უკანასკნელი რეჟიმის ტყვა არ დატოვებს ციხეს. ისინი აქეთ გვაძლიერებენ ჩვენ და ამ აგორებულ ტალღას არაფერი არ უდგას წინ. მესმის რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა ნაბიჯ-ნაბიჯ ვიბრუნებთ ამ ქვეყანას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ ამ ყველაფერს. ზოლის შუაში არავის არ აქვს გარანტია არასოდეს რომ ის აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ეს პოსტფაქტუმ ჩანს ხოლმე ასე რომანტიზებულად თუ დამატებ გევარამეს და ზოლას და რაც შეეხება იმ პროტესტს, რაც ჩვენ ვუყურებთ, მე პოზიტიურ ჭრილში განვიხილავ ძალიან ბევრ ამას. მაგალითად, როცა თავიდან შემოიღეს ბალაკლავის აკრძალვა, თუმცა ამან არ გაჭრა, ადამიანები ისევ ნიღბით დავდივართ აქციებზე და ვერაფერს ვერ აკეთებს არალეგიტიმური ხელისუფლება. მათ შემდეგ უკვე მოიფიქრეს 5,000 ლარიანი ჯარიმები, რამაც ასევე შედეგი ვერ დადო, იმიტომ რომ ადამიანები ისევ აგრძელებენ და დადიან აქციებზე, ამან ვერ შეაჩერა რუსაველის პროტესტი და ის ყოველდღიურად იკეტება უკვე 170 დღეზე მეტია. ტიტუშკების დახვედრა, ადამიანების დაკავება, როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართლის წესით და ძალიან ბევრი შემაპყოლებელი რაღაცები მოიფიქრეს, რითაც ეგონათ რომ პროტესტს გააჩერებდნენ. თავიდან ეგონათ რომ ახალ წელს არავინ არ გამოვიდოდა ქუჩაში, შემდეგ ამბობდნენ რომ 20-ის მერე არავინ არ გამოვა ქუჩაში, რაღაც თარიღებს გვიწესებდნენ, რის შემდეგაც მათ მოლოდინები ჰქონდათ რომ ხალხი ქუჩაში არ იქნებოდა, თუმცა ყველა ეს მოლოდინი არ გამართლდა, მათ დასაუბერებლად
აქტიურად და ჩვენ მხრივ პოზიტიურ ჭრილში. ადამიანები დღემდე აგრძელებენ ქუჩაში დგომას და რაც შეეხება პროტესტი არ არის იდეალური და შეუძლებელია პროტესტი იყოს იდეალური, როცა აი ამ გარემოში გიწევს პროტესტის გამოთქმა. ახლა ევროპულ ქვეყნებში რო ვიყოთ, დღესაც 100,000-ობით ადამიანი იდგებოდა ქუჩაში, იმიტომ რომ მათი მხრიდან არ არის იგივე მეთოდები აქციის მონაწილეების მიმართ, იგივე თუნდაც დაშინება იქნება ეს ფიზიკური ძალადობა თუ ასე შემდეგ. აი ამ პირობებში, რასაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, აი რუსული მეთოდებით, როგორც გვებძვის ქართული ოცნება, აი ამ პირობების ფონზე დღეს რაც ქუჩაში ხდება, ჩემთვის არის ძალიან დიდი, რასაც სიამაყეს განცდას მატებს, იმიტომ რომ ჩვენ არ აღმოვჩდით ერი, რომელიც დანებდებოდა, შეშინდებოდა, სახლში დარჩებოდა და ამაზე ეს არის რაც პროტესტს აცოცხლებს, ეს არის რაც ჩვენ გვაქვს გენეტიკურად, რომ ამ ქვეყნის დათმობა არ გვინდა და ამ ქვეყნის თვის და ზოგადად თავისუფლების აღქმა რაც დაბადებიდან გვაქვს, ამისთვის ვიბრძოლებთ და იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ ეს საჭირო იქნება. ძალიან დიდი მადლობა ჩვენ სტუმრებს. რამდენიმე წუთიანი რეკლამა გვაქვს ახლა და შემდეგ დავბრუნდებით, ინტერვიუ გვექნება გიანოდრიასთან დაგვალოდეთ. მოდი გვირილაში, გაატარე მეგობარი ბარათი და ნებისმიერ შენაძენზე მიიღე უფრო იაფი ფასი. დამატებით დააგროვე გადახდილი თანხის 5%. იმეგობრე გვირილასთან. უფრო იაფი, უფრო ახლოს.